7-ჯერ 4 ძმებო. 28. ძმებო, როგორც ვიცით, დღეს ჩვენ სექტას უდიდესი დღესასწაული აქვს. დღეს გახლავთ ჩვენი ღვთაების ყოჩაღი ოლეგის დიპლომის დაცვის დღე. როგორც იცით, მან 1995 წელს წარმატებით დაასრულა დამოუკიდებელი ინსტიტუტ ლამპიონის კაჭრეთის ფილიალი. გთხოვთ Oleg, 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 champion. დასხედით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სექტის წარჩინებული კურსდამთავრებულნი მოღვაწეობენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა ვიეტნამი, სუდანი და სხვა მრავალწმინდა ადგილას. ძმანო, მე მინდა გაგახსენოთ, გთხოვოთ უпростоრად გავიხსენოთ სულ რამდენიმე სასწაული იმ უამრავიდან, ვანო, რაც ჩვენ ყოჩაღმა ოლეგმა გვაჩუქა. გთხოვთ ბიძაო ოსოსი. მე პირველად წმინდა ოლეგი მაშინ ვაღიარე, როდესაც მეოთხე კლასელს პირველ სემესტრში ბუნებაში ორიანი მყვებოდა და მან ღამით სამასწავლებლოში შეიპარა. იქიდან ჟურნალი მოიპარა და დაწვა. ყოჩაღი ოლეგი მე პირველად მაშინ ვიწამე, როდესაც ერთ-ერთ პაძემკაში ხულიგნები მცემდნენ. ყოჩაღი ოლეგი თუ არა, მაშ ვინ დაიყვირა, ვაიმე ძაღლები, ჩემი დედავატირე დავით ესეთ ახედან. მე სახლში ორი ტელევიზორი მქონდა. შავთეთრი და ფერადი. ერთხელ შუაღამით ყოჩაღი ოლეგი ჩემს ბინაში შემოვიდა და ფერადი ტელევიზორი მომპარა და შავთეთრი დამიტოვა. რანო გიდგენიათ, ყოჩაღ ოლეგსაც თავისთვის კარგები უნდა. რა თქმა უნდა. მე მახსენდება ერთი არაჩვეულებრივი ფაქტი. როდესაც ფარისევლებმა ყოჩაღ ოლეგს სტრუხაპლანი მოუტანეს, ყოჩაღი ოლეგი არ დაიბნა და იმ წამსვე მანაგუა მოხარშია. როგორ მახსოვს ის საღამო 6 საათის განმავლობაში მოჰქონდა და მოჰქონდა. ბავშვობაში ჩვენი უბნის ბიჭებს წებო მარტო ფერადი ქაღალდებისგან ლამაზი კოლაჟის გასაკეთებელი საშუალება გვეგონა. მაგრამ მოვიდა ყოჩაღი ოლეგი და წებოს შესუნთქვის საიდუმლოებას გვაზიარა. აქვე მინდა შეგახსენოთ, თუ არა ყოჩაღი ოლეგის დამსახურება, რომ ბენზინი მან გახადა მხოლოდ ლარი და 75 თეთრი და არა 6, როგორც ამას ვიღაც ფარისევლები ვარაუდობდნენ. ვისი დამსახურება ეს ყოფა? ყოჩაღი ოლეგი. რა თქმა უნდა, ვანო. ვინ დააკანონა თუ არა ყოჩაღმა ოლეგმა, რომ სახალხო სუფრაზე ყოველ ოჯახში ვინეგრეტი იყოს? მას შემდეგ მადლიერმა ხალხმა ყოჩაღი ოლეგის საპატივცემად მას ოლივიე უწოდა. ყოჩაღი ოლეგი თუ არა, მაშ ვინ მოაგებინა ანრი ჯოხაძეს გოლოსაზი? ოლეგმა. მეგობრებო, მოდით დღეს მე არ ვისაუბრებ ყოჩაღი ოლეგის დამსახურებაზე ქართულ მულტიპლიკაციაში, რადგან ეს საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, რა თქმა უნდა. მე მინდა აქვე ჩვენ წიგს დრეკად სულს მოიხმობ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ყოჩაღი ოლეგი ჩვენ დაგვპირდა, რომ იგი ჩვენთვის გააცოცხლებს ბუნებას, ალაპარაკებს ცხოველებს, თევზებს, მთვარეს, მზეს და მათ ჩვენ გამოგვიგზავნის. რა თქმა უნდა. ბიძაო ნიკა. ყოჩაღმა ოლეგმა მოლაპარაკე მზე გამოგიგზავნა. ყოჩაღმა ოლეგმა. ზე გამოგიგზავნა?
ჩემპიონ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს ღვთაებას ყოჩაღ ოლეგს 10 ხელი აქვს. ხომ გვახსოვს კობა? ზემო ორ ხელში მას ქვები უჭირავს, რათა ესროლოს ურწმუნოებს და ჩვენგან გადევნოს. შემდეგ ხელში მას უჭირავს ფანარი, რათა გზა გაგვინათოს. შემდეგ ორ ხელში მას ჰოთ-დოგი უჭირავს, რათა დაგვაპუროს კობა. შემდეგ ორ ხელში მას არაფერი არ უჭირავს, შემდეგ ორ ხელს იგი ესე აქნევს, აგერვარო. დამინახეთო. აგერო. და დამინახეთო. ძირა ორი ხელი მას ჯიბეში აქვს ჩაწყობილი. და მოვადრო, როდესაც ყოჩაღი ოლეგი ამ ორ ხელს ჯიბიდან ამოიღებს და ამ დროს ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ დიდი განსაცდელის წინაშე, რათა ამ დროს ჩვენ ღვთაებას ყოჩაღ ოლეგს შარვალი ჩაზურება. შარვალი ჩაზრება. სირცხილი. შარვალი ჩაზრება. ხოლო ჩვენი ერთად ყოფნა გადაარჩენს ჩვენს სექტას აი ამ სირცხვილისგან. მეგობრებო, მე აქვე გადავშლი წიგნს, სადაც ოქროს ასოებით წერია შემდეგი რამ. იმისათვის, რათა ჩვენი ღვთაება ყოჩაღი ოლეგი გამოვიდეს კონტაქტზე, საჭიროა რომ ვილოცოთ ძმებო, გთხოვთ, წამოდექით და შემთან ერთად გაიმეორეთ. ვილოცოთ. გავაჩერეთ ტაქსი. წავიყვანე მინდორში. არ მივეცი ფული. ამომარტყა პანჩური. ტკივა. ყოჩაღო ოლეგ, გამოგვეცხადე თუ აქ ხარ. დაგვაგონე რომ აქ ხარ ჩვენთან, მოგვეცი ნიშანი რამე თუ აქ ჩვენთან იმყოფები, რაღაცნაირად გაგვაგებინე, ან მაგალითად დაახველე მაინც. დაახველა. მინდა ოლეგი აქ არის. ძმებო, მე მიმართავ ყოჩაღ ოლეგს. ყოჩაღ ოლეგი იქნებ კიდევ გვიცხრათ რამე, ბარემ აქ ახართ. არა? გაწყენინეთ რამე? მაგრამ არა უშავს ძმებო, მე ჩვენთან მოვიხმობ ყოჩაღი ოლეგის უბადლო პაროდისტს, ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილ და ყოჩაღ პაროდისტს, ბატონ ალეს. გთხოვთ? ბატონ ალეკ, გთხოვთ, შეგვისრულოთ ყოჩაღი ოლეგის პაროდია. ძმებო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რწმეტა და არა და რწმენა, წმეტა მოფერებით. ჩვენი რწმენა ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენა გახლავთ. იგი ცნობილი არ არის ფართო მასებისთვის. ამისათვის ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავიღოთ კლიპი ჩვენი წიგნის დრეკადის სულის მოტივებზე და დავატრიალოთ პირველ სტერეოზე. პირველი სტერეო. არა უშავს. ნუ ნერვიულობთ, მე შევუთანხმდი დირექციას და ჩვენს ვიდეოს გავუშვებენ რა ქვია იმას? ამიკოსა და სალომე ნემსიწვერა იძის თუ რაღაც გვარია მათ კლიპებს შორის. წვერა იწე. მოფერებით ნემსიწვერა იძე. დიახ. წიგნი რა თქმა უნდა შექმნილია დრეკადის სულის მოტივებზე. ტექსტი ყოჩაღი ოლეგი, მუსიკა ყოჩაღი ოლეგი, რა თქმა უნდა, არანჟირება ყოჩაღი ოლეგი, რეჟისურა ბასა ფოცხიშვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიხმოთ
ძმებო, ბიძებო, მოგიხმოთ და ვთხოვო ყოჩაღ ოლეგს, რათა მან ისმინოს ჩვენი ხმა, დაგვიძახოს თავისთან, რათა უფრო მივუახლოვდეთ მას და ძალიან გთხოვთ, წამობრძანდით ფეხზე, შევერთდეთ. გავერთიანდეთ და გთხოვთ, წმინდაო არა და ყოჩაღო. ოჩაღო ოლეგ. დავიწყოთ. Азави Меня с собой, я приду сквозь злые ночи, я отправлюсь за тобой, чтобы путь мне пророчил, я приду туда, где ты. Рисуешь небо солнце, где разбитые мечты, обретают снова силу высоты. Меня с собой. ვიცებო გამოხდა. ვიცებო გავიქეცით 20-იანელებს გვირტყავენ 18-იანელები.